თქვენ წინაშე წითელი ფორმით გახლავთ სანდრო ყურაშვილი კასპი და მისი მეტოქი არის თეიმურაზ ქოჩქიანი თბილისიდან. ეს არის 92 კილოგრამში შეხვედრა ჩემპიონის ტიტულისთვის. ველოდებით ახლა საჯებუროდის დაიკავებენ თავის ადგილს. სპორტსმენებმა იჩქარეს შემოსულა, როგორც ჩანს ძალიან იჩქარებათ შეხვედრის ჩატარება. ორი ძალიან ძლიერი სპორტსმენი, ხა შეიძლება ასაკობრივებში ჭაბუკებიდან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის ტიტული აქვს ყურაშვილს, თუმცა ქოჩქიანი საკმაოდ ძლიერი სპორტსმენია. და პირველი ქულა მეტოქის გარეთ გაყვანისთვის ძალიან მალე, სულ რაღაც 12 წამში მოიპოვა ყურაშვილმა. ძალიან აქტიურად ეჭიდაება ქოჩქიანიც, სადა ფეხში შესვლა, შემდეგ შემოვლა დააპირა ყურაშვილმა. არციც არ გამოუვიდა ეს მცდელობა და შეხვედრა დგომში გრძელდება ლეიბის ცენტრში. მსაჯი მოუწოდებს აქტიურობისკენ ქოჩქიანს, რომელიც ახლა ცდილობს გაიყვანოს გარეთ გავიდნენ, მაგრამ გაიყვანა ეს მუხლებზე დგომით, ან ჩოგჯენიდან და შეფასება შესაბამისად არ არის გაკეთებული. ისე იმავე ილეთზე წავიდა ქოჩქიანი, მაგრამ ყურაშვილი კარგად დაუდგა. ფიზიკურად ყურაშვილი ძალიან კარგად არის მომზადებული. ძრავერ იყო ქოჩქიანმა, უბრალოდ ვერც დაახევინა უკან. შეხვედრა ჯერჯერობით ბევრი არ არის გასული, მაგრამ ამართლებს ჩვენ მოლოდინებს იმის მიუხედავად, რომ გდება არ გვინახავს ჯერ. ისევ მოუწოდებენ აქტიურობისკენ ქოჩქიანს საჯები. შესაძლოა ხა ესენი ძირითადად ძალას და სტრატეგიას თუ ტაქტიკას ყველაფერს ინახავენ მეორე პერიოდისთვის, ნახოთ ეს გამოჩნდება რამდენად ახლოა ჩემი მოსაზრება რეალობასთან, თუმცა ჯერჯერობითაც ვერ ვიტყვით, რომ რაღაც თავს ზოგავენ და რაღაც დაცვაში და არის რომელიმე ჩამდგარი ამასობაში მორიგი გაფრთხილება ქოჩქიანს და 30 წამიანი საჯარიმო. ამ ზონაში მოვიტყვი გაკეთდა ბენჯაოს ფრიზიოვი, გიორგი ხუციშვილი და დიმიტრი ნოდი. ჯერჯერობით ქოჩქიანს არაფერი ეტყობა იმისი, რომ ისარგებლოს ამ 30 წამიანი პერიოდით, აი ყურაშვილი ხედავთ როგორ აქტიურად აწვება, ისეთი პოზიციაც ისეთი აქვს, რომ ინიციატივასაც არ ფმობს. ამასობაში დროც იწურება. მორიგი ერთი ქულა მიიღო ყურაშვილმა, თან აქვე დაიყვანა დაბლა და კიდევ ერთი დატრიალება. მეორე დატრიალებაც. კიდევ ერთი დატრიალება და უკვე წმინდა მოგება არის. პირველივე პერიოდში 2 წუთს ნახევარში ყურაშვილი გახდა ჩემპიონი. მიულოცოთ მასაც, მიულოცოთ მის მწვრთნელებსაც. დამაჯერებელი უპირატესობა 10-0 დაამარცხა საკმაოდ ძლიერი მეტოქე თეიმურაზ ქოჩქიანი. თბილისმაც დაასრულა ფინალები. საბოლოო ჯამში თბილისელებს დარჩათ 2 ვერცხლის მედალი და 3 ბრინჯაო. ეხლა გაიმართება უკვე 86 კილოგრამში დაჯილდოების ცერემონიალი და მისი დასრულებისთანავე ჩვენ მორიგ ძალიან საინტერესო ფინალს ვიხილავთ 97 კილოგრამის ფინალი.